მოგესალმებით მეგობრებო. ბევრი კითხვა შემოდის იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არ შეიძლება ახლა მშენებლობა. ანუ შემოდგომას და ზამთრის დასაწყისში. პასუხი არის, რა თქმა უნდა, შეიძლება საქართველოში მით უმეტეს, იმიტომ რომ ძალიან რბილი კლიმატია, როგორც შემოდგომას, ასევე ზამთარში. 0-ს ქვევით ტემპერატურა იშვიათად ჩამოდის, ანუ იშვიათ, ესე ვთქვათ, რეგიონებში ჩამოდის. თბილისს რაც შეეხება, ანუ რა თქმა უნდა შეიძლება, იმიტომ რომ დღევანდელი ტექნოლოგიებიდან გამომდინარე და დანამატებიდან გამომდინარე, ბეტონი არ იყინება და ბეტონის ჩასხმა შეგვიძლია -5 გრადუსამდე. -5 გრადუსი კი არის ძალიან იშვიათი თბილისში და თბილისის შემოგარენში. ამიტომ რა თქმა უნდა შეიძლება მშენებლობა და პირიქით თუ არის იმის საშუალება რომ დაიწყოთ ახლა მშენებლობა, ეგ უფრო კარგია, იმიტომ რომ ბევრად იაფიღებს ახლა მასალები, ანუ ეკონომიის თვალსაზრისით მიიღებთ 10-15%-ს ხელობაზე, იმიტომ რომ ახლა ნაკლები მშენებლობა აქვს კარგ ხელოსანს, მასალებზეა ფასდაკლება. ფასდაკლება რა, ანუ აღარ არის ისეთი მოთხოვნა, როგორიც არის ზაფხულში და გაზაფხულში და ფასები ცოტა დაბლა ჩამოდის. ამიტომ ბევრად იაფი დაждდება ახლა მშენებლობა. კიდევ რაც მთავარია და პირველი უპირატესობა იმის, რომ დაიწყოთ მშენებლობა, ანუ შემოდგომის ბოლო თვეს და ანუ ზამთრის პერიოდში, იმიტომ რომ გაზაფხულისთვის თქვენ უკვე ამ შავ კარკასს, რასაც ეძახიან მორჩებით და გადახვალთ მოსაპირკეთებელ სამუშაოებზე, ანუ ფასადზე, ფასადის დათფუნებაზე და შიდა საქმეებზე. ეს მასალებიც ამ პერიოდში იაფდება, იმიტომ რომ მაგ პერიოდში, ანუ გაზაფხულის დასაწყისში, უკვე იწყება სამშენებლო ეგრეთ წოდებული ბუმი და ყველა არის გადასული შავ კარკასის მშენებლობაზე, ანუ მონოლითზე, ბლოკის ამოყვანაზე, სახურავებზე. და აქედან გამომდინარე, თავისუფალია მოსაპირკეთებელი ხელოსნები ესეთ. რაც შეეხება ხარისხს, ანუ ხარისხი არ ფუჭდება, პირიქით, ეს პერიოდი და ესეთი ტემპერატურა არის ყველაზე იდეალური მონოლითური სამუშაოების, იმიტომ რომ ბეტონი შრება თანაბრად, ნელ-ნელა, ანუ როგორც უნდა გაშრეს და 28 დღის განმავლობაში იღებს თავის 100%-იან მარკიანობას. ზაფხულში ეს კიდევ